ნაციონალური მოძრაობა ახალ ეროვნულ მოძრაობას იწყებს. ეს თემა დღეს რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ოპოზიციის ლიდერებმა მხარდამჭერებთან დააანონსეს. მათი თქმით, ეროვნული მოძრაობა სამ პრინციპს ეპყარება: ერთიანი სახელმწიფოებრივი თავისუფლება, პიროვნულ ეკონომიკური განვითარება და გლობალურ სამყაროში საქართველოს ფუნქციის ახლებური დანახვა და განვითარება. დღეს აქციაზე სიტყვით პარტიის ძველი და ახალი სახეები გამოვიდნენ. მათ მთავრობას დაპირებების შესრულება მოსთხოვეს და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ევროპული კურსის აუცილებლობას. რა შინაარსის გამოსვლები ჰქონდათ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს დღეს აქციაზე. ქეთევან ბოჯგოაგი ამბობს. ხმები ჩვენი გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებულია. ჩვენ ცოცხლები ვართ. საკუთარი პოლიტიკური სიცოცხლის დადასტურების გარდა ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მხარდამჭერებს ახალი ეროვნული მოძრაობის დაწყების შესახებაც შეატყობინა. რამდენიმე კვირით ადრე დაანონსებული აქციის მიზნად ოპოზიციის ლიდერებმა დღეს სწორედ ეს დაასახელეს. ვიწყებთ ახალ ეროვნულ მოძრაობას. ეს არის ჩვენი ყველაზე მთავარი მიზანი. ახალი ეროვნული მოძრაობა დაფუძნებულია სამ მნიშვნელოვან პრინციპზე. ეს არის ეროვნულ სახელმწიფოებრივი თავისუფლება, ეს არის პიროვნული და ეკონომიკური თავისუფლება და განვითარება და რაც მთავარია, ეს არის გლობალურ სამყაროში საქართველოს ფუნქციის სრულიად ახლებური გააზრება. ეს არის ჩვენი შეკრების მიზანი დღევანდელ დღეს. დღევანდელი ნაციონალური მოძრაობა არის სხვა პარტია, განახლებული ენერგიით, განახლებული სისხლით, განახლებული ხედვით, განახლებული და შეცდომებზე ნასწავლი და მიღებული გამოცდილებით. და სწორედ ამიტომ ვეუბნები იმ ადამიანებს, ვინც დღეს ჯერ კიდევ ყოყმანობს, გადაიხედეთ უკან და ობიექტურად დაინახეთ რა გაკეთდა. ჩვენ გადავიხედავთ უკან და ჩვენ დავინახავთ იმას, რა ვერ გაკეთდა და ჩვენ გვპირდებით იმას, რომ თუ ჩვენთან ერთად იქნებით, რაც ვერ გაკეთდა, გაკეთდება, რაც არასწორად გაკეთდა, გამოსწორდება. აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც გააჩნია ამის ხედვაც, გამოცდილებაც და რაც თავარია ხალხის მხარდაჭერა და თქვენი მხარდაჭერა ამ ყველაფრის გასაკეთებლად. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით მოძრაობის მთავარი მიზანია ქვეყანა ევროპულ ოჯახს დაუბრუნდეს და ოპოზიციამ მომხრეებთან ერთად დასავლური კურსის ცვლილება არ დაუშვას. ანუ არც ერთ ჩვენს დამპყრობელს არ დაუთმევია ჩვენთვის მამული ბოლომდე, იმიტომ რომ არ გაუუქმებია დინასტია ბაგრატოვანთა და არ გაუუქმებია სახელმწიფო. არც ერთ ჩვენს დამპყრობს არ გაუუქმებია ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, ანუ ჩვენი სარწმუნოება. არც ერთ ჩვენს დამპყრობს არ შეურაცხყვია ქართული ენა. ერთადერთი დამპყრობელი, რომელმაც წაგვართვა სახელმწიფო, რომელმაც წაგვართვა ეკლესია, რომელმაც სახლების ენა უწოდა ქართულ ენას, ეს რუსული იმპერია იყო. სწორედ ამიტომ ჩვენი ადგილი არ არის იქ, საიდანაც ქართულოცნებას მივყავართ. ეს არის ძალა ქართველებო და მე მოგიწოდებ სიმთხილისაკენ. ეს არის ძალა, რომელიც ნენელა გვაბარებს ანტიევროპულ და პრორუსულ ბაცილას ჩვენი ქვეყნის საბოლოოდ დასასამარებლად. ეს მთავრობა წავიდა უკვე იქითკენ, რომ საქართველოს საზოგადოებას, საქართველოს სიამაყეს, ქართულ ჯარს აუგზალა გაიაროს აქაღლუმზე. მე მოუწოდებ იწინა ივანიშვილს, დაძლიოს შიში, დართოს ნება ქართულ შერეღებულ ძალებს და გამოვიდეს აქაღლუმის ჩაატაროს. საზოგადოება, რომელიც დაუშვეს, არ მიიღოს და არ მიესალმოს საკუთარ არმიას, დადგება დრო, ის საკუთარი მტრის არმიას მიესალმებაია. პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე ნაციონალური მოძრაობის პრაქტიკულად ყველა ლიდერი იმყოფებოდა. მიტინგის დაწყებიდან დაახლოებით 1 საათში თანაგუნდელებს მიხეილ სააკაშვილიც შეუერთდა. პრეზიდენტის მისვლის შემდეგ სიტყვით ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი და დედაქალაქის მერი გამოვიდნენ. იგი უგულავამ საქართველოს მთავრობა მოსახლეობის დაპირისპირებულ მხარეებად დაყოფაში და ქვეყნის განვითარების ტემპის შეჩერებაში დაადანაშაულა. ჩვენ არ ყოფთ საქართველოს. ჩვენ არ გვინდა დაყოფილი საქართველო. ჩვენ არ გვინდა ცისფერ და წითელფერებად დაყოფილი საქართველო. ჩვენ გვინდა ერთმუშტად გაერთიანებული საქართველო. ჩვენ გვინდა ევროპული საქართველო. ამას ეძღვნება ზეპარტიული ყველა ინდივიდების მიერ აი ესე ხელ გადაჯაჭვული ერთად შეკრებილი ევროპული საქართველოს იდეა. ჩვენ ვართ მათ ოპოზიციაში და ჩვენ არა ვართ ქვეყნის ოპოზიციაში. მაგრამ ჩვენ მათ ვაიძულებთ შეასრულონ ის, რაც დაპირდნენ ხალხს. სამწუხაროდ დღეს
ვერც ერთი ჩვენთაგანი სამწუხაროდ ვერ ხედავს ვერანაირ პროგრესს. შეიძლება თქვათ, რომ 7 თვე ბევრი არ არის იმისათვის, რომ ვიგრძნოთ გაუმჯობესება. მაგრამ 7 თვე საკმარისია იმისათვის, რომ დავასკვნათ, რომ წინ არ მივდივართ. 7 თვე საკმარისია იმისათვის, რომ ვიგრძნოთ, რომ ჩვენ გავჩერდით და ქვეყანა არ მიდის წინ და ჩვენ ეს ტკივა და ამ ტკივილმა მოგვიყვანა დღეს აქ და სხვამ არაფერმა. ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა კი მთავრობას ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისგან თავის შეკავება და სამუშაო ადგილების შექმნა ურჩია. ვანო მერაბიშვილის განცხადებით, თუ მთავრობა დაპირებებს არ შეასრულებს, მას ოპოზიცია შეცვლის. დღეიდან მე გასძლევს გარანტიას, რომ ნაციონალური მოძრაობა და ჩვენი პარტია მისი მთავარი ამოცანა იქნება ყველა საქართველოს მოქალაქეს შეუნარჩუნოს სამსახური და მომავალში გააკეთოს ყველაფერი. აიძულოს დღევანდელი ხელისუფლება, რომ საქართველოს შექმნას სამუშაო ადგილები. და თუ ეს ამას არ გააკეთებს, მაშინ ჩვენ შევცვლით ამ ხელისუფლებას და ჩვენ მოვალ ხელისუფლებაში და ჩვენი მთავარი ამოცანა გახდება, რომ საქართველოში არ იყოს არც ერთი ადამიანი უმუშევარი. მე მიმართავ ფიძინია ივანიშვილს, რომელმაც მოიპოვა ხალხის მხარდაჭერა. თავი დაანებოს გრევას. ის ვერაფერს ვერ დაანგრევს. აი ეს ხალხი არ მისცემს მას თავ დაგრევის საშუალებას. მე მოუწოდებ მას, რომ მთელი თავისი დრო, ენერგია და თუ კიდე თავისი ფული მოახმაროს საქართველოს კეთილდღეობას, ჩვენი ხალხის კეთილდღეობას, ეკონომიკის აღორძინებას, თავი დაანებოს გრევას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქცია მისი ლიდერი საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლით დასრულდა. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 19 აპრილი ქართული საზოგადოებისთვის გამოღვიძების დღეა. ჩვენ აქ მოვედით სიყვარულით. იმიტომ რომ ჩვენ აღშენებლობის ხალხი ვართ, ყველა თაობის. ჩვენ ადრე ამ მთავრობას ძალიან გაუღიმა ბედმა, მე მათ მინდა მიმართო. იმიტომ რომ ჩვენ როცა ვიყავით მთავრობაში, ჩვენ ყავდა ძალიან ბრაზიანი ოპოზიცია. ჩვენ ვიყავით იმედიანი მთავრობა და ჩვენ ყავდა ბრაზიანი ოპოზიცია. ახლა ვართ იმედიანი ოპოზიცია და რატომღაც მივიღეთ ბრაზიანი მთავრობა. და მე მინდა უთხრა მათ, მე მინდა რომ ერთმანეთს გაუწოდოთ ხელი, შევხედეთ ჩვენ თუ ვართ იმედიანად ამდენი ბრძოლის, ამდენი დამცირების შემდეგ, თქვენც იყავით იმედიანად, ყველანი ვიყოთ იმედიანად, საქართველოს იყოს იმედიანი ოპოზიცია და იმედიანი მთავრობა, იმედიანი ხალხი, იმედიანი საზოგადოება. საქართველოს ყველას ერთი გვაქვს. ეს არის ძალიან მაგარი ქვეყანა. ძალიან განსაკუთრებული ქვეყანა. ასაშენებელი კიდე უამრავი გვაქვს. ჩვენ ბევრი ავაშენეთ, მაგრამ 100-ჯერ მეტია ასაშენებელი. ჩვენ ბევრი გამოვასწორეთ, 1000-ჯერ ბევრია გამოსასწორებელი. ჩვენ ბევრი გეგმები ქონდა და მათ შეასრულონ ეს გეგმები. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენ ოჯახში, ევროპულ ოჯახში. საქართველოს უძველესი ევროპელები არიან. ჩვენ საბჭოთა ერი არა ვართ. ჩვენ ვართ უძველესი ევროპული ერი. ჩვენი გამბედაობით, ჩვენი ერთიანობით, ჩვენი განსაკუთრებულობით, ჩვენი ნიჭიერებით, ჩვენ ყველანი ერთად დავდგებით ოპოზიციაც და მთავრობას თუ წამოყვება. საზოგადოების ყველა ფენა, უფროსი და უმცროსი, ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი, ყველა ახსენებობის წარმომადგენელი, ჩვენი დიდი დროშის წინაშე, ჩვენი წმინდა გიორგის წინამძღოლობით საქართველოს გავიყვანთ სამშვიდობოზე. აქცია პარლამენტის შენობის წინ ზუსტად 2 საათს გაგრძელდა. ოპოზიციის შეკრებამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა. განახლებული ნაციონალური მოძრაობა და ოპოზიციის პრიორიტეტები მოხდება თუ არა პარტიის რეაბილიტაცია. რას ფიქრობენ პოლიტიკოსები და ექსპერტები? უმრავლესობაში ამბობენ, რომ პარტიის სახელის შეცვლა მის განახლებას არ ნიშნავს. კოალიციის წევრები ნაციონალურ მოძრაობის სამომავლო გეგმებს ეჭვის თვალით უყურებენ. უმცირესობა პოლიტიკაში წითელი ხაზების გავლების აუცილებლობაზე საუბრობს. ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ ოპოზიციამ დღეს ხელისუფლებას თავისი ძალა აჩვენა და ქვეყნის წინაშე მდგარ რეალურ გამოწვევებზე ისაუბრა. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სახელის პარტიისათვის არაფერს შეცვლის. ანალიტიკოსებისა და პოლიტიკოსების განსხვავებული შეფასებებით და მოსაზრებებით რატი მუჯირი განავრცობს ახლა თემას მოამბის პირდაპირ ეთერში. ბუნებრივია დემონსტრაციაზე გაკეთებულ განცხადებებს მოყვა შეფასებები, როგორც პოლიტიკოსებში, ასევე ანალიტიკოსებში და საზოგადოებაში. განსხვავებები არის მათ პოზიციებში და შეხედულებებში, როგორი განცხადებები გააკეთეს პოლიტიკოსებმა, რაც ვარაუდობენ ექსპერტები და როგორია ხალხის აზრი ჩვენი სიუჟეტიდან. საქართველოს გაუმარ!
არარუსეთზე ორიენტირებულ პოლიტიკას და მწვანე შუქი დასავლეთს ნაციონალური მოძრაობის ლიდერები აცხადებენ, რომ დროა ქართულ პოლიტიკაში საგარეო საფრთხეებზე წითელი ხაზები გაივლოს, რომლის გადაკვეთის უფლება არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ექნება. ეს არის მოძრაობა იქითკენ, რომ ყველამ უნდა იცოდეს საქართველოში რა არის წითელი ხაზი, რა არის ერთი ნაციონალური, ეროვნული ინტერესები. და ეს წითელი ხაზი არ უნდა გადაკვეთოს არავინ, არც ოპოზიციამ, არც პოზიციამ, არავინ. და ეს არის ერთიანობის მოძრაობა. მტერიც ვიცოდეთ, მეგობარიც ვიცოდეთ, მეგობრების გვერდში ვიდგეთ და მოწინააღმდეგეს წინააღმდეგობა გაუწიოთ. ამისთვის არის ეს მოძრაობა, ამისთვის არის ათასობით ადამიანი აქ და მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან სერიოზული დასაწყისი დიდი მოძრაობის, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს. მნიშვნელოვანი სიგნალი იყო იმის, რომ საქართველოს არჩევანი, რომ გახდეს თავისუფალი ერთა ოჯახის წევრი, არა მარტო ნატოს და ევროკავშირის წევრი, არამედ შიგთავსით, შინაარსით იყოს თავისუფალი და ღირსეული ქვეყანა, რომელიც არასოდეს არ დაბრუნდება იმ მდგომარეობაში, რომელშიც ჩვენ ვიყავით. ამ არჩევანს ყავს ძალიან ძლიერი ჯგუფი მხარდამჭერების, ვინც არ დაუშვებს იმას, რომ ვინმე ნაბიჯ-ნაბიჯ ჩაგვაჩოჩოს ამ არჩევანიდან. საქართველოს საგარეო კურსის შეცვლის საფრთხეებზე და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე დღეს აქციაზე მისული მოქალაქეები და პარტიის მხარდამჭერებიც საუბრობდნენ. მათი განცხადებით პრორუსული კურსისკენ გადახვევა სახელმწიფოს სუვერენიტეტს და მთლიანობას საფრთხეს უქმნის. ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა. საბოლოოდ საქართველოში უნდა დამყარდეს პოლიტიკური ბალანსი, რასაც ქვია. დაუშვებს შეცდომებს, რაც მოხდა 91-92 წლებში. გავიმეორებთ იმას, გავიმეორებთ პრეზიდენტებს მოსაკლავად. დასაკითხად. მოვედი რომ ხარი დაუჭირო ამ აქციას, რა თქმა უნდა, ევროინტეგრაციას უჭერ მხარს. ნაციონალური მოძრაობის აქციაზე დღეს ისინიც მივიდნენ, ვინც ამბობს, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების არ სჯერა. მე უბრალოდ დღეს მაინტერესებდა მე მენახა რამდენი მოღალატე ყავს საქართველოსთან. მადლობა ღმერთს, ცოტაა მოღალატე. ცოტანი არის. მონაწილე ვარ აქციის, მაგრამ არა ვანოს მომხრე და ის რა ქვია იმას ველოსიპედზე ჩამოვარდა. სააკაშვილის, არამედ ხალხის, ჩემი ხალხის, ჩემი დები, ჩემი ძმების. რუსთაველზე მიმდინარე აქცია ქუთაისიდან შეაფასეს მმართველი გუნდის წევრებმა. ეს დღე ჩვენმა გენიოსმა პოეტმა ტერენტი გრანელმა მე-20 საუკუნეში უკვე ამის შესახებ მან იცოდა. შენ ვერ მიხილავ დანურს დამეძებ, სადღაც წამიღეს ბნელი მკლავებით. უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭულიანმა მისი დამოკიდებულება 19 აპრილის აქციასთან დაკავშირებით დღეს ასეთი ფორმით გამოსცადა. დაბნელდა ბინა, დამგლოვიარდნენ სახლის მინები ხო ძალიან ბევრი აქვს ჩვენს პარლამენტს. მე თეთრ კუპოში ჩუმად მეძინა, მოჰქონდათ ვარდით დაგვირგვინები. მმართველი გუნდის წარმომადგენლებს აზრი არც აქციის დასრულების შემდეგ შეუცვლიათ. კოალიციის წევრებმა რუსთაველზე გამართული აქცია და ნაციონალური მოძრაობის წევრები პოლიტიკურ გვამებში ადარეს. აქცია, მისი საუბარი და სხვა ძალიან გვავდა ერთ ხუმრობას, რომელიც ეროსი იხუმრა თავის დროზე, თუმცა ლაპარაკობდა იმაზე, როგორ აღმართეს ცოცხალი კედელი ცუდად მოთამაშე ფეხბურთელებმა. მკვდრებმა აღმართეს ცოცხალი კედელი. აი მკვდრების პოლიტიკური მიცვალებულების საუბრები ისმოდა როგორ ჩანს თბილისიდან. დღეს ნაციონალურ მოძრაობამ ცოცხზე კაცის მობილიზაცია გამოაცხადა და ვნახეთ ცოცხზე კაცი. ახალ ეროვნულ მოძრაობას იწყებენ, მაგრამ ერთი კაი ქელეხისთვის არ იყო საკმარისი ეს. რაც მათ უფრო მეტად შეესაბამებათ, იმიტომ რომ მათი პოლიტიკური მოღვაწეობა დასრულდა. რამდენიც არ უნდა იცხონ გულზე ჯიღი, მათ ხელისუფლებაში ვერავინ მოაბრუნებს. უმალ პაპა ჩემი იაკობი მობრუნდება იმ ქვეყნიდან, ვიდრე ეგენი ხელისუფლება. ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის მშენებლობას და ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. უმრავლესობა აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა განახლებული სახელით და სახეებით ამ ეტაპზე პოლიტიკურ რეაბილიტირებას ვერ მოახერხებს. სახელის შეცვლა არ ნიშნავს, რომ სახეები შეიცვლებიან შე შემთხვევაში, თუმცა სიმართლე გითხრათ, პრეზიდენტის მისვლა რომ ძალიან არ ესიამოვნა, ბევრ ტრიბუნაზე მდგომს, მე ძალიან კარგად დავაფიქსირე, არ ელოდებოდნენ და ეგონათ რომ შექმნეს ახალი პოლიტიკური ძალა პრეზიდენტის და პრეზიდენტის გარკვეული მომხრეების გარეშე. არ გამოუვიდათ პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ მე თქვენთანა ვარ, ბიჭებო, განაცხადა. ეს რაღაცა არ ესიამოვნათ. ნახოთ, ეხა თუ საქართველოში ამდენი მომხრე ყავთ, ვინც მანდარია. კიდე შეიძლება ერთი ამდენი გაფანტული, კარგად ყოფილა მაგ პოლიტიკური ძალის საქმე.
ნაციონალური მოძრაობის ახლა უკვე ერთიანი ეროვნული მოძრაობის ახალ სახელწოდებაზე და განახლებულ აქტივობაზე დღეს განსხვავებული შეფასება ჰქონდათ ექსპერტებს. მათი ნაწილის შეფასებით პარტიამ სწორი აქცენტები დასვა. ნაწილს კი მიაჩნია, რომ ყოფილი მმართველი გუნდის პოლიტიკური აქტივობა ამ ეტაპზე გამართლებული არ არის. უფრო სწორი იქნებოდა ნაციონალურ მოძრაობა ცოტა ხანს გარკვეულ პერიოდში ჩრდილში წასულიყო და ისეთ სერიოზულ ჩრდილში როგორმე მოსახლეობას დაევიწყებინა თქვათ მათი როგორც შეცდომები. როდესაც საუბრობთ რეაბილიტაციის პერსპექტივაზე, უნდა გავაცნობიეროთ, რომ გარკვეული მონანიების გარეშე შეუძლებელია მოსწყდეს საკუთარ წარსულს. სიახლე მხოლოდ ის გახლავთ, რომ მათ ბოლოს და ბოლოს გადათარგმნეს ქართულად ტერმინი ნაციონალური და დაარქვეს ეროვნული. ნაციონალურ მოძრაობამ აჩვენა, რომ ის არის სერიოზული ოპოზიციური ძალა, რომ ის არ არის რაღაც წარმავალი და მილევად რეჟიმში არსებული დაშლის პროცესში მყოფი, არამედ ის არის დღეს საქართველოში ოპოზიცია. ქვეყნის გაერთიანება, რომ ყველა პარტიისთვის მთავარი და გამაერთიანებელი ქვაკუთხედი უნდა გახდეს, ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულმა ფრთამ-დღეს სიმბოლურად ფლეშმობით გამოხატა. პოლიტიკურ პარტიაში აცხადებენ, რომ აქტივობებს როგორც საპარლამენტო, ასევე პოლიტიკურ ასპარეზზე აქტიურად განაგრძობენ. ასეთი იყო განცხადებები და შეფასებები, რომელიც დღევანდელ აქციაზე გაკეთდა. დიდი მადლობა რატი მუჯირი საუბრობდა მოამბის პირდაპირ ეთერში.